საღამშვიდობის დღეს ურთულეს თემას ჩავეჭიდებით და უნდა ვეჭიდაოთ როგორც ბიბლიური იაკობი ბედავს და ეჭიდავება ანგელოს ღმერთის სახით არის თუ არა ღმერთი ჰუმანური კონკრეტულად ესეთი თემა გვაქვს ურთულესი თემა არის იმ კუთხით, რომ პრაქტიკულად ისეთ ტექსტებს განვიხილავთ, სადაც ღმერთი თვითონ ბიბლიურ თხრობაში სჯის კონკრეტულ ადამიანებს, უფრო მეტიც ხანდახან სჯის მთელ ერებს, გენოციდს უწყობს ქანაანს მთლიანად, ანადგურებს აბსოლუტურად, ამიტომ თუ გენოციდში დაადანაშაულებდა სასამართლო ღმერთს, აუცილებლად ღმერთი წააგებდა ამ სასამართლოს. ამ კრიტერიუმებით ვიძახი, თორე ღმერთს ვერავინ ვერ დაამარცხებს ცხადია. არის თუ არა ღმერთი ჰუმანური, ამაზე მინდა რომ კონცენტრირდეთ. მრავალწახნაგოვანია ეს თემა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არ ვეცდები რომ ღმერთი დავადანაშაულო ან ადამიანი გაომართლო, უბრალოდ მაქსიმალურად ვეცდები რომ გავაკეთოთ ისე რომ იმ დახოცილი ხალხის პოზიციიდანაც ვიმსჯელოთ და პირიქითაც ღმერთის პოზიციიდანაც და ვნახოთ საერთოდ შეიძლება უწოდოთ ღმერთს ჰუმანური. და როგორ თავსდება ეს მაგალითად ღმერთის სიყვარულია ხო ვამბობთ? ქრისტიანული მტკიცებულება იოანე მოციქული ამბობს ამას თავის პირველ ეპისტოლეში. მეოთხე თავში ორჯერ იმეორებს ღმერთის სიყვარულია. ღმერთის სიყვარულია, მაგრამ 64-დან გამოდევნის ადამს და ევას. ღმერთის სიყვარულია, მაგრამ წარღვნას მოავლენს და გაანადგურებს იმ დროისთვის არსებულ ცივილიზაციას და კაცობრიობას, მხოლოდ 8 სული გადარჩება. ღმერთის სიყვარულია და ისრაელის მეშვეობით სჯის მრავალ ერს. ღმერთის სიყვარულია და მრავალჯერ სჯის თვითონ ისრაელსაც. როგორ თავსდება ეს ღმერთის სიყვარულია და ღმერთი სჯის. მოდაშია დღეს ისიც რომ ღმერთი არავის არ სჯის, ჩვენ ცოდვებს ვიდენთ და უბრალოდ არსებობს სულიერი კანონი. და ეს როგორც ბუმერანგი გვიბრუნდება ჩვენ. კი ბატონო, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ეს კანონიც ღმერთის შექმნილია და იცის რომ ადამიანი ვერ გაუძლებს ამ ცნებების დაცვას და მაინც ხდება ისე რომ ადამიანი ისჯება. მეორე მტკიცებულება რაც გვაქვს ბიბლიურ თხრობაში, წყალობა აღემატება სასამართლოს. იაკობ მოციქული გვთავაზობს ამას. ეს არის უფლის ძმა იაკობი, ეს არ არის 12 მოციქულთაგანი. თავის ეპისტოლეში, მეორე თავში, ერთადერთი ეპისტოლე აქვს იაკობს, მე-13 მუხლში წყალობა აღემატება სასამართლოს. ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, ბიბლიურ თხრობაშიც ჩანს ეს, რომ დიდხანს ითმენს, საუკუნეებიც კი უთმენს კონკრეტულ ერს, ადამიანებსაც დიდხანს უთმენს, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, უკვე ქირურგიული ოპერაციის სახით, რო ავიღოთ ეს მაგალითი, უნდა ჩაერიოს, იმიტომ რომ მეტოსტაზები აღარ ჩერდება. ამ კუთხით იურიდიულად თუ მიუდგებით მხოლოდ და ასე შეხედავთ ღმერთს, რომლის ხატება არის, იურიდიული ხატებაც არის ღვთისა საღვთო წერილში, რომ ის სჯის როგორც სოფლიო საჯული, უფრო სასტიკად მოგეჩვენებათ ღმერთი, მაგრამ მედიცინური კუთხით რო შეხედავთ, აი ბანალური მაგალითია, მაგრამ აქტუალური მაგალითად. აი პატარა ბავშვს კაკლის ოდენა გულზე უკეთებენ უკვე ოპერაციებს. ზოგს უკვე დედის მუცელშიც კი უკეთებენ, ისე განვითარდა. ეხლა რომ არ იცოდეთ მედიცინა და შეხედოთ ექიმს, რომელიც დედის მუცელში პატარა ჩვილს გულზე უკეთებს ოპერაციას. ან საოპერაციოს რო დახედოთ, გადახსნილია ბავშვი და ეს პატარა კაკლის ოდენა გულზე იუველირივით რო კეთდება ოპერაცია. ამ კუთხით რო შეხედავ უფრო მკურნალი
მკურნალის ხატებაც არის ღმერთის, მკურნალის სახეც წარმოგვიდგება საღვთო წერილში და უფრო ადვილია გაგება. თუმცა წარღუნას თუ შევხედავთ, საოპერაციო მაგიდაზე კვდება ყველა. ანუ ესე ბიოლოგიურად რო შევხედოთ, მაგრამ მარადიულობის პერსპექტივაც არსებობს. Subspecia aeternitatis ლათინურად, რომლითაც ღმერთი ცდილობს, რომ მაქსიმალურად მისი წყალობა აღემატებოდეს სასამართლოს, ღმერთია სიყვარული და ის დასჯაც და სიკვდილიც კი კაცობრიობის იმისთვის არის, რომ სხვა გზა არ არის და მაინც მათი გადარჩენა შესაძლოა მოხდეს. ამაზე მერე აუცილებლად ვილაპარაკოს. და ასევე წარმოუჩენილი არის ღმერთი როგორც გარდაუვალი სამსჯავროს თვითონ მეუფე, რომელიც განიკითხავს ყველას, ცოცხლებსა და მკვდრებს და ყველა ადამიანს მოუწევს მის წინაშე წარდგომა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ბუკვალურად წარდგები თუ რანაირად წარდგები, ეცოდინება ადამიანს, რომ ის დგას ამ სასამართლოს წინაშე. ეს წინაპირობა, ესეთი სათვალეები გვჭირდება, რომ დავინახოთ შემდგომ მთელი სურათი. კლაივ ლუისის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ამ თემაზე საინტერესოა. C.S. ლუისი ალბათ იცით ბევრმა, ეს არის მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე. ქრისტიანი იყო, ის ბრიტანეთში ინგლისური ენის ფილოლოგი იყო და ათეისტი იყო თავის დროზე. მან დაწერა ესეთი წიგნი, ეს ქრისტიანობა Mere Christianity. ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ, არის ის ქართულადაც ნათარგმნი და რუსულადაც არის. გახმოვანებულიც კი არის. ბევრ ენაზეა ნათარგმნი, ასევე მან დაწერა. ძალიან გვიან მოიყვანა ცოლი. ჯერ ცოტას გეტყვით, როგორ გახდა საერთოდ ქრისტიანი. საინტერესოა, რომ ანუ მეცნიერულად ათეისტი იყო, ის კი არ იყო რიგითი ათეისტი რაღაც, რომ უბრალოდ ქრისტიანებს ეკითხებოდა, რომ თუ არსებობს ღმერთი, რატო არსებობს ბოროტება და რატო ხდება ამდენი უსამართლობა. ამ წიგნში წერს ზუსტად Mere Christianity ამ წიგნში წერს. და როგორ გავხდი ქრისტიანიო, ამის შესახებ რო წერს ზუსტად ეს მაგალითი მოყავს. როცა ვამბობდიო, რომ უსამართლოა ბარის სამყაროშიო, მე ფილოსოფიურ კატეგორიებში აზროვნებდა და ვიფიქრეო, რომ თუ ვამბობ, რომ სამართლიანობა სტანდარტი მაქვს, ესე იგი უნდა არსებობდეს უნაკლო სამართლიანობის სტანდარტი, მე რომ ვიმსჯელო, რომ უსამართლობა არსებობს. და ამან მიიყვანა ის იქამდე, რომ ესე იგი არსებობს ვინმე პიროვნება, რომელიც უნდა იყოს სრული სამართლიანობა და მე როგორც ქმნილებას იქიდან იმ სულიერი სამყაროდან მაქვს ეს პრინციპი, რომელიც ჩემზე ზეწოლას ახდენს გარკვეულწილად, რომ მე სამართლიანობას რო ვეძებ, ესე იგი არსებობს აბსოლუტური სამართლიანობა. ახლა ბევრი ათეისტისთვის ეს არ არის არგუმენტი, მაგრამ ამ კაცის ცხოვრებაში ამან იმოქმედა და მე გახდა ქრისტიანი და დაწერა ეს წიგნი Mere Christianity. Mere Christianity, ეს ქრისტიანობა. ძალიან გვიან მოიყვანა ცოლი მან, 50 წელს გადაცილებული იყო, მე მგონი 55 წელსაც კი იყო გადაცილებული. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ 50 ნამდვილად იყო გადაცილებული. შეირთო ცოლი, ქრისტიანი იყო ის ქალიც. ფილმიც კი არსებობს გადაღებული ამაზე, ენტონი ჰოპკინსი ასრულებს მის როლს. არ გინახავთ, ეს არ არის ეფექტებით და იმით გადაღებული ფილმი. როგორ არის ინგლისურად სახელწოდება? The Land of Shadow თუ რაღაც ესეთი სახელწოდება აქვს. აჩრდილთა ქვეყანა თუ მიწა თუ რაღაც ესე. ძალიან საინტერესო ფილმია, იქ არის ეს მისი მეუღლე მოყავს ცოლად და აღმოაჩნდება კიბო ამ ქალს. 4 წელიწადში კვდება მათი ქორწინება, სულ 4 წელიწადს გასტანს და იმხელად კივილებს განიცდის, ამ 4 წლის განმავლობაში ჩანაწერებს აკეთებს და ეს წიგნიც გამოვიდა მერე, ესე ქვია ამ წიგნს C.S. Lewis, A Grief
observed ანუ უბედურების მიმოხილვა თუ რაღაც ესე შეიძლება თუ უბედურებაზე დაკვირვება თუ მიმოხილვა და იქ სვამს ესეთ კითხვას სად არის ღმერთი ამ დროს როდესაც ის იტანჯება ბევრ რაღაცას ამბობს იქ მაგრამ აქ ყურადღება მინდა ერთი ციტატა გადავთარგმნე მინდა წაგიკითხოთ ეს ყველაზე განგაშის მომგვრელი სიმპტომია როდესაც შენი ახლობელი ადამიანია შენ რო იტანჯები და როდესაც სვამ კითხვას სად არის ღმერთი ყველაზე დიდი განგაშის სიმპტომი მოდის მაშინ როცა შენ ბედნიერი ხარ შენ ის არ გჭირდება სავით მაგრამ გასაჭირის დროს არ გეძლევა პასუხი თითქოს სახში არავინაა ანუ ღმერთს გულისხმობს თითქოს გამოიკეტეს კარები და იქ მარტო ხარ როგორც იობი რო ეკითხება და შემდეგი ციტატა დღეს გაუზიარე ეს აზრები ეს ვინმე ადამიანს მან შემახსენა რომ ქრისტესაც იგივე დაემართა ღმერთო ჩემო რად მიმატოვე მე ეს ვიცი მაგრამ ამით შვება არ მეძლევა და არც გასაგები ხდება რამე მე არ ვფიქრობ რომ არსებობს საშიშროება ღმერთისადმი რწმენის დაკარგვისა ნამდვილი საშიშროება მდგომარეობს იმაში რომ დაიჯერო ღმერთი ცუდია ანუ ტანჯვის პროცესში მე მეშინი არა იმ დასკვნისა რომ თურმე ღმერთი არ არსებობს არამედ იმისა აი თურმე როგორია ის და ამაო თავს ნუ მოიტყუებ ნუ აი ამ ბრძოლებში იყო ეს კაცი რომელმაც ნარნიას ქრონიკები დაწერა ის ასლანზე რო არის და ნუ შეიძლება ვთქვათ მე-20 საუკუნის იობის მდგომარეობაშია ეს კაცი იმიტომ რომ ნახევარი საუკუნე ცოლი არ მოუყვანია და ძლივს შეხვდა ადამიანს ვინც მოიყვანა ცოლად და 4 წელიწადში კიბოთი გარდაიცვალა ის ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის წაკითხვა საბოლოოდ ის ძალიან განაწყენებული მიდის ამ სამყაროდან ღმერთს არ უარყოფს მაგრამ არა აქვს პასუხი ამ ყველაფერზე ეს ილუსტრაცია მოგეყვანეთ უბრალოდ როცა ყველას შეგვიძლია ალბათ რაღაცა გავიხსენოთ საკუთარი ცხოვრებიდან ან ძალიან ახლო ადამიანის ცხოვრებიდან რომელიც ესე დაიტანჯა თუნდაც სიმსივნეთი ან სხვა დაავადებით ან არის ისეთ შემთხვევები რომ მთლიანი ოჯახი გადავარდა რაღაც ან თვითმფრინავი ჩამოვარდა ყველას გვიჩდება განცდა რომ არის ჰუმანური ღმერთი ან საერთოდ საიდან მოვიტანეთ რომ ჰუმანური უნდა იყოს ღმერთი ესეც ადამიანის მიერ საპირწონე წარმოსახვა ხო არ არის შექმნილი რომ მე როგორიც ვარ ისეთი მინდა რომ იყოს ღმერთი და რას ნიშნავს ჰუმანიზმი ხა მე-16 საუკუნეში ჰუმანიზმი ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ უბრალოდ რომ გავირბინოთ ცოტა ამ საკითხზეც კულტურულ საგანმანათლებლო მოძრაობა იყო მე-16 საუკუნეში ამაზე პროტესტანტიზმზე რომ წავიკითხე ლექცია იქ უფრო ვრცლად ვილაპარაკეთ დევს ეგ ლექციები ვინც აქ ხართ ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ რომ დიდ დროს ვერ დავხარჯო მაშინ კულტურულ საგანმანათლებლო მოძრაობა იყო მე-16 საუკუნეში რენესანსის გავლენით რა თქმა უნდა და ნიშნავდა რომ შენ რომ რა პროფესიაში არ უნდა ყოფილიყავი პირველ საწყისებს უნდა დავბრუნდე უნდა ფლობ მაგალითად ფილოსოფოსი თუ იყავი უნდა გწოდნა ბერძნული ლათინური თუ თეოლოგი იყავი უნდა გწოდნა ბერძნული ლათინური ებრაული ეს სამი ენა როგორც მინიმუმ და მე მთელი ფილოსოფია უნდა გწოდნოდა ყველა ადამიანს მიმართ იყო კრიტერიუმი ორიგინალთან მუშაობა უნდა შეგძლებოდა და ამ მე-16 საუკუნეში ჰუმანიზმი ეს იყო მაგრამ მერე მომდევნო პერიოდი არსებობს და საგანმანათლებლო პერიოდიც შემოდის სადაც რაციონალიზმი იწევს მაღლა და მერე უკვე ჰუმანიზმი ადის იქამდე რომ თუმცა რენესანსის პერიოდშიც ადამიანია ცენტრში მაგრამ
ნელ-ნელა იხვეწება ეს ყველაფერი და ანთროპოცენტრული ხდება მსოფლმხედველობა, რომელიც დღესაც მოგდევს, რომ ყველაფერი ადამიანის გარშემო ტრიალებს. და ბევრი ქრისტიანი თეოლოგიც არის ამ ასე ვთქვათ გამოწვევის წინაშე და ადამიანს ცენტრში დააყენებს სამყაროში ვიდრე ღმერთს. თვითონ ბიბლიური თხრობის ცენტრში ღმერთია, მერე ადამიანი, პირველ რიგში ღმერთია. ამიტომ ჰუმანიზმი გულისხმობს იმას, რომ არ უნდა არსებობდეს დასჯა. ან ძალიან ჰუმანური სასჯელი უნდა იყოს, რომელიც უნდა ჩაჯდეს იმ ჩარჩოებში, როგორც ადამიანს ესმის. თუმცა ესეც პირობითია ახლა. დღევანდელ სამყაროშიც არსებობს სიკვდილით დასჯა. მართალია ინექციით არის, ჰუმანურად არის, მაგრამ მაინც არსებობს სიკვდილით დასჯა აშშ-ში მაგალითად. ბელორუსში დღემდე არის დახვრეტა, არ გაუქმებიათ. და ახლა შუა საუკუნეებში როგორ იყო დასჯა და იქამდე როგორ იყო, ნუ იცით, იყო სასტიკი მეთოდებიც იყო. არც საქართველოს არ იყო განსაკუთრებული, აქაც იყო სიკვდილით დასჯა და ეს ადრეულ კულტურებში გალიუტინაც მე-20 საუკუნეში გაუქმდა დასაწყისში ფრანგეთში. ამიტომ ესეც პირობითია რა კულტურაშიც ხარ და რა მსოფლმხედველობის გავლენის ქვეშ ხარ, ისე წარმოაჩენ ჰუმანიზმს. ამიტომ ადამიანსაც უნდა რომ ღმერთი იყოს ისეთი როგორც თვითონ წარმოუდგენია. ეხლა ბიბლიურ თხრობას რა ხან მეხებით, აქ სამი აბრაამეული რელიგია, 2 წუთი უნდა დაუთმო ამას, რომ რაღაც შეხედულება წარმოგქონდეს ამაზეც, რომ ესეც არის ადრეულ ლექციებში, მაგრამ 2 წუთი ამაზე, რომ აბრაამეულ რელიგიებში შედის იუდაიზმი, მერე ქრისტიანობა და ისლამი. იუდაიზმში მაგალითად ქრისტეს დროს ფარისევლები და სადუკეველები ძირითად კლასს წარმოადგენდნენ, თუმცა იყვნენ წიგნობრები და სხვა კიდე ჯგუფები რელიგიური, ამაზე ვერ ვილაპარაკებ ბევრს, მაგრამ აქ თავარი რაზე მინდა ხაზი გავუსვრო. ფარისევლებს წამდათ, რომ სამსჯავრო იქნებოდა. სადუკეველებს არ სწამდათ სამსჯავრო რომ მოხდება. თორემ აღდგომის არ სწამდათ. სადუკეველები ფიქრობდნენ, ქრისტეს დროს არსებობდნენ ესეთი ძალიან დიდი გავლენიანი დასი იყო, სინედრიონში ორივე შედიოდა სადუკეველების და ფარისევლებიც, რომ მთავრობასთან ურთიერთობაში უფრო სადუკეველები იყვნენ, ანუ კოლაბორაციონისტები იყვნენ, უფრო მატერიალისტები იყვნენ და სადუკეველები ამბობდნენ, რომ ადამიანი რომ მოკვდება, არც არაფერი არ ხდება, მორჩა. იმ სიცოცხლეში რო დაიცავ ცნებებს, იმ სიცოცხლეშივე მოგაგებს ღმერთი, გარდაცვალების მერე აღარც სული არსებობს, აღარც მკვდრეთი დაღდგომა არსებობს. მორჩა. დღეს რაც მატერიალური რელიგიური მიმდინარეობა იყო ესეთი. ქრისტიანობაში ახლა აბრაამეულ რელიგიაში ძირითადად მარადიული სატანჯველის რწმენა არის კათოლიციზმში, მართლმადიდებლობაში და პროტესტანტულ ტრადიციულ მიმდინარეობებში, მაგრამ არსებობენ მიმდინარეობები, სადაც არ სწამთ მარადიული ტანჯვა. ფიქრობენ, რომ ტანჯვა დროებითია, ზოგი ჯოჯოხეთს გაევლის და გადარჩება, ხოლო მკვდრეთი დაღდგომის შემდეგ ვისაც სწამს, რომ სული არ არსებობს გარდაცვალების მერე, ესეთიც არის ქრისტიანობაში მიმდინარეობები, ქრისტიანობის გვერდით მიმავალი მიმდინარეობები. თუმცა სირიულ ტრადიციაში წმინდა მამებშიც იყო ესეთი აზრი, კერძოდ ისაკ ასურთან და ეფრემ ასურთან, რომ ადამიანი რო გარდაიცვლება, ის უბრალოდ მიძინებულ მდგომარეობაშია, ფსიქოპანიკიზმი ქვია მაგას. მაგრამ მკვდრეთი დაღდგომის მერე, ვინც ღვთისმოსავი იყო, ამ შეხედულებითაც კი სამსჯავრო იქნება და ის დანარჩენი ხალხი უბრალოდ განადგურდება, ანიჰილაცია მოხდება, ისინი მარადიულად არ იარსებებენ.
მაგრამ სამსჯავროს თემა ქრისტიანობაში მაინც არის ამა თუ იმ ფორმით ყველგან არის. სამსჯავრო როგორც ანიჰილაცია, არსებობს აპოკატასტაზისი, ესეთი ტერმინი, რომელიც გულისხმობს საყოველთაო გადარჩენას ჯოჯოხეთის გავლის მეშვეობით. ისლამში საინტერესოა, ისლამში ფსიქოპანიკიზმი არის, თუმცა გარდაიცვლება ადამიანი არაფერი არ ხდება ისლამში. ზინავს. ჯოჯოხეთი როგორც საზღაურის მიგებისა და ცოდვის საფასურის მოსახდელი დროებით ადგილსამყოფელია, ანუ ისლამის თანახმად, როდესაც მოხდება მკვდერთი დაღდგომა სწამთ მუსლიმებს ეს, მაშინ გადაწყდება ვინ წავა ჯოჯოხეთში, ვინ წავა მარადიულ ნეტარებაში. იქამდე არაფერი არ ხდება ისლამში. და ჯოჯოხეთში რატომ იდის ისლამის თანახმად? რა დონის ცოდვებით ჩაიდინე, ის უნდა ზღო ჯოჯოხეთში და მერე საბოლოოდ ყველა სამოთხეში წავა ღვთის გმობელების გარდა. ღვთის გმობელები დარჩებიან მარადიულად ჯოჯოხეთში. საერთოდ ვინც უარყოფდა ღმერთს, მაგრამ ვინც არ უარყოფდა ღმერთს და არ ცხოვრობდა მცნებებით, ისინი მათ უნდა ზღონ საზღაური თავის ცოდვებისა და საბოლოოდ უმრავლესობა გადარჩება. ისლამშიც არის ესეთი შეხედულება. აი სულის არსებობის მდგომარეობები და მერე უკვე გადავიდეთ კონკრეტულ ბიბლიურ ტექსტებზე, რომელიც ღმერთის მიერ ადამიანის დასჯაზე ლაპარაკობს და განვიხილოთ ცოტა დეტალურად. უკვე ვთქვი, სულის წინარე არსებობა და უკვდავება, მაგალითად, ბერძნებში იყო ესეთი აზრი, რომ სული არსებობს და მერე ხდება ისე, რომ ის სხეულში ჩასახლდება. კლასიკური შეხედულება, როდესაც ისახება ადამიანი დედისმუცელში, მაშინ ეძლევა ის სულიც, ანუ სულიც იწყებს არსებობას. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს გადაეცემოდა მშობლების მეშვეობით, ტრადიციონიზმი ქვია და ბევრისთვის არ არის ეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ფიქრობს, რომ უშუალოდ ჩასახვის მომენტში ღმერთი კონკრეტულად თვითონ აძლევს იმ სულს მაცოცხლებელ ძალას, რომლითაც უნდა იარსებოს ადამიანი. ინდუისტურ კულტურაში რეინკარნაცია არსებობს, მრავალგზის განსხეულება, ესეც არის იქ ლექციაში, ცალკე ინდუიზმს უთმობთ ადგილს და საინტერესო შეხედულებაა, რომ რა იდეაა აქ, რომ ხვალ ვინად განსხეულდები, განსაზღვრავს დღევანდელი ცხოვრების წესი, ანუ ინდუიზმში. ესეც კარმა, რასაც ქვია სასჯელი. მიყვარს ხოლმე ეს მაგალითად თუ იყავი ცუდი ბაყაყი წინა ცხოვრებაში, შემდეგ ცხოვრებაში კოღოდ მოევლინები, რომ გადაყლაპოს ცუდმა ბაყაყმა, გაიგო იმისთვის, რომ გაიაზრო, რას ნიშნავს იყო ცუდი ბაყაყი. მერე ის კოღო გააცნობიერება ამ ყველაფერს და დაიბადები მერე სხვა ვინმედი. ანუ ეს აი ჰუმანური რელიგია, რასაც ქვია, ეს არის ბუდიზმი. იმიტომ რომ ბუდიზმში არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს ის, ვინც გსჯის, შენ თავზე მუშაობ და რანაირადაც შენ თავს გამოძერწავ, იმას მიიღებ და არანაირი ღმერთი არ გსჯის, არანაირი სამსჯავრო არ არსებობს. ჰუმანური რელიგია, რასაც ქვია ჰუმანისტური რელიგია, ეს არის ბუდიზმი. და დაოსიზმის პასიური ჰარმონია, იქაც არის ეს იდეა. აბრაამეული რელიგია არ არის ჰუმანური, იმიტომ რომ არსებობს ღმერთი, რომელიც სამსჯავროს აწესებს. ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება ქრისტიანობაში, იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში ჰუმანური ღმერთი ვერ იქნება ამ კუთხით. ბოროტების სახეობაზე ვილაპარაკეთ ჩვენ წინა ლექციაშიც და
პირველ ღია ლექციაში, მაგრამ შეიძლება დაგავიწყდეთ და ერთი წუთით შეგახსენებთ რა კუთხით არის და მე უკვე კონკრეტულად გადავიდეთ ბიბლიურ მაგალითებზე, სადაც ისჯება ადამიანი ღმერთის მიერ. დიახ, ღმერთის მიერ პირადად. მეტაფიზიკურ ბოროტებაზე ვილაპარაკეთ, როდესაც დაცემული ანგელოზი, რომელიც არ იყო დაცემული და მერე გახდა დაცემული და შემოიტანა ბოროტება ზოგადად ქმნილებაში, მაგრამ მერე აცდუნა, ასე ვთქვათ, ადამი და ევა და ამით მორალური ბოროტება შემოვიდა უკვე ადამიანებში. ანგელოზის მეშვეობით ვერ გადმოედო მთელ ქმნილებას, მაგრამ რადგან ხატება და მსგავსება იყო ადამიანი, მისი მეშვეობით გადაედო ყველა ადამიანს. მორალური ბოროტება, მეტაფიზიკური ბოროტება და არსებობს სტიქიური უბედურებები, მაგალითად. როცა ხდება ცუნამი, მიწისძვრა, სხვა ისეთი რამ, რასაც ადამიანი ვერ განსაზღვრავს, ამას ხო ვკითხულობთ ბიბლიურ ტექსტებს, მე ვმართავ წყლებს, მე ვმართავ მიწას, ღმერთი განაგებს და შესაბამისად ეს რო ხდება, ღმერთი უშვებს. ამიტომ კი არ ვადანაშაულებებ ღმერთს, მაგრამ ის უშვებს, ესე იგი, ის თვლის რაღაც მომენტში, რომ ეს უნდა მოხდეს. ჩვენ ფრაგმენტულად ხედავთ და ზოგი სასტიკად წარმოაჩენთ ღმერთს, ზოგი არ ვიცის ვიტყვით, ზოგი იობის მეგობრები გავხდებით, ყველა გავდივართ ამ ეტაპებს და ზოგი კიდე იობის პოზიციაში ჩავდგებით. აი ამ სახით გვევლინება ბოროტება, მეტაფიზიკური სახით, მორალური სახით და სტიქიური უბედურებების სახით, პრაქტიკულად ამ სახით ხედავთ ჩვენ ბოროტებას. ახლა კი ყველაზე რთული მომენტი ღვთისგან ადამიანის დასჯის ბიბლიური მაგალითები. აი მივადექით მთავარ ღერძს, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. პირველი წინა ლექციაში შევეხეთ, მაგრამ ახლა სხვა კუთხით გავშალოთ, რომ ადამი და ევას საკითხი, როდესაც მათ შესწოდეს მეტაფიზიკური ბოროტება შემოიტანა ეშმაკმა მათ ცხოვრებაში, გველის მეშვეობით. მოდის ღმერთი და ეძებს სადახარ, ესეთ კითხვას სვამს ღმერთი. პირველი შეკითხვა, რომელიც ღმერთმა დასვა ბიბლიურ თხრობაში და ადამს ეძახის და ეკითხება სადახარ. ბევრი ქრისტიანი განმარტებელი ამ ტექსტის ამბობს, რომ აი ღმერთი თვითონ ეძებს ადამიანს და ადამიანი იმალება, მერე გამოჩდება და ეუბნება, რომ ცოლმა მაჭამა ეს, შიშველი ვარ და შემეშინდა ეუბნება ადამი, რა იცი რომ შიშველი ხარ, ვინ გითხრა, ხო არ ჭამე ის ნაყოფი, კი, შენ რომ მომეცი ცოლი იმან მაჭამა, მერე ცოლი გველს გადააბრალებს. ვარაუდია ეხა არსებობს რომ მოენანიებინათ რა მოხდებოდა, დატოვებდა 64-ში. არ ვიცით. მაგრამ ხდება მათი გამოდევნა და ამ 64-ის კარებთან ქერუბიმებს აყენებს და სანამ წარღვნა მოხდება, წარმოიდგინეთ, არსებობს ედემის ბაღი ლოკალურად დედამიწაზე, იცი სად არის, მაგრამ ვერ შედიხარ, იმიტომ რომ ცეცხლოვანი ანგელოზები იცავენ. წარღვნის მერე ეს ლოკაცია სულიერ კატეგორიებში გადადის. რაც საგულისხმოა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეწოდების შედეგად შემოდის ზუსტად ზღვარი მატერიალურსა და სულიერ შორის, იმიტომ რომ იქამდე არ არსებობს მათთვის ბუნებრივი იყო ღმერთთან მოზიარეობა, შეწოდების მერე იმალებიან და ისინი უკვე უფრო მატერიალური სამყაროს მდგომარეობაში არიან და ვერ ურთიერთობენ ამ ყველაფერთან. ზღვარი აშკარად ჩდება ამ ცოდვის შედეგად. რო დაეტოვებინა 64-ში და იქ გამოსწორებულიყვნენ, რა მოხდებოდა? ეხლა შეკითხვები დავსვათ და პენლები დავარტყათ, ხო? ხო არ მოკლა ორივე და გამოაძევა და ესე იგი აპატია ღმერთმა. აი ბევრი შეკითხვა ჩდება. ღმერთი სიყვარულია,
მაგრამ მეუბნება აწის შენი ოფლით შეჭამპურს, შენთვის ორსულობა და მშობიარობა იქნება, თუმცა იქ მშობიარობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ალბათ მთლიანი პროცესიც იგულისხმება. რთული და სახეზეა ესეც, რომ ორსული ქალი მთელი თავის ამ პროცესში მთლიანად იმდენ ზოგი მეტნაკლებად რთულად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც დისკომფორტს და ტანჯვას ხო გადის. პასუხი იმაზე, რომ ღმერთმა როგორც სიყვარულმა, როგორ გამოაძევა ადამი და ევა 60-დან, ედემის ბაღიდან, ურთულესი საკითხი. მერე იწყება მთელი უბედურება. პირველი მკვლელობა იქ კაინი კლავს აბელს და იქაც ჩანს, რომ ღმერთი კაინთან ჩვეულებრივ კომუნიკაციაში აფრთხილებს არ გააკეთო, მაგრამ აკეთებს. მერე იბადება შეთი, მრავლდება ხალხი, კაინის ცივილიზაცია ცალკე არის. და შეთის შთამომავლები არ ურთიერთობენ იმასთან, მაგრამ მერე ეს ორივე ხალხი როგორც ჩანს აღიება ერთმანეთში და წერია რომ მხოლოდ ნოემ პოვა მადლი ღმერთის წინაშე ამ პერიოდში გაირყვნა დედამიწაო, სასტიკები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ორი დახასიათება აქვს მაგ ეპოქას. სასტიკები იყვნენ, უსამართლოები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და მეორე გარყვნილები იყვნენ ძალიან, ანუ ყველანაირად. იქამდე არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ენოქი ესეთი პიროვნება ჩანს მეხუთე თავში დაბადების წიგნის შესაქმე იგივე და ენოქი ცოცხლად იქნა გადაყვანილი. ძალიან საინტერესოა, არ სიკვდილი არ ეხილა და ესე გადაიყვანა ღმერთმა იმ სამყაროდან. ზოგი თulis რომ 64-ში არ შეუყვანია და სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან, არ აქვს მნიშვნელობა, სიკვდილი არ ეხილა ამ კაცმა. მეორე ესეთი პერსონაჟი მოგვიანებით ელია წინასწარმეტყველი გვევლინება და ეს ორი პიროვნება არის ახალ აღთქმაში, რომელიც სიკვდილის გარეშე გადადის სულიერ სამყაროში. პირდაპირ გადადის, ირიბად გადადის თუ როგორ გადადის, არ კვდებიან. ეს ფაქტი, ამ ფაქტს ადასტურებს ბიბლია. სად მიდიან, ამას არ გვეუბნება, მაგრამ ატაცებულ იქნა და რაც ზეზე მიუთითებს, უფრო აღმატებულს და სულიერს გვანიშნებს. ელიას შემთხვევაში ესე ცეცხლოვანი ეტლი მოდის და ამაღლდება და მიდის, ხო? მერე ვიმსჯელოთ. ეხლა წარღვნასთან მივდივართ. ერთ-ერთი განმარტებელი ამბობს ეფრემასური, რომ როდესაც ეს ენოქი გადაიყვანა ღმერთმა, ადამი ცოცხალი იყო ჯერ კიდევ. მაშინ 930 წელი ცოცხლა ადამმა. ყველაზე მეტი ვინც იცოცხლა 969 წელი არის მეთუშალახი. და წარღვნის წელს კვდება მეთუშალახი 1056 წელს. ადამიდან 1056 წელს მოხდა წარღვნა. რომ დავთვლით მათემატიკურად ჩან ვინ რამდენი იცოცხლა, არის ამის სქემებიც, არ არის ეს საიდუმლო ინფორმაცია. და აქ ჩანს რომ მეთუშალახმა ადამთან ერთად, ადამის თანამედროვე იყო მეთუშალახი 253 წელი. და ნოეს თანამედროვე იყო 600 წლის განმავლობაში. ანუ აქ გადაკვეთას რატო იმასშურები, რომ ინფორმაცია ხო ადამიანს ჰქონდა ედემის ბაღიდან. და ეს ინფორმაცია ძალიან ცოცხალი იყო და ეხლა წარმოიდგინეთ უშუალოდ იმ კაცს ელაპარაკები, ვინც ედემის ბაღში ცხოვრობდა და 2 საუკუნე რო გაქვს საშუალება რომ ურთიერთობა ქონდეს მასთან და ნოეს რა საშუალება აქვს, რომ 600 წლის განმავლობაში ელაპარაკება. ამ დროს ედემის ბაღი ბიბლიურ თხრობაში არსად არ წასულა, იქ ანგელოზები იცავენ და ვერავინ ვერ შედის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ იქაა. და
აქ ადამი ყვება ამ ამბებს და ეხა როგორი წარმოდგენა ექნებოდათ ამ ხალხს ღმერთზე? რა იქნებოდა რომ არ გამოეგდო? რა იქნებოდა რომ არ დავტანჯულიყავით? რა იქნებოდა რომ სიკვდილი არ შემოსულიყო? ხო ამ შეწოდებამ მოიტანა სიკვდილიც. ჯერ სულიერი სიკვდილი, ანუ კავშირი შეწყდა ღმერთთან და მეორე როგორც ამის გარეგანი გამოხატულება ფიზიკური სიკვდილიც ხო და მიდრეკილებებით წოდვისკენ ეს ყველაფერი. ხა ჩვენ ფიქრობთ ხოლმე რომ იმათ ნაკლები ინფორმაცია ქონდათ. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს რომ იმათ უფრო მეტი ინფორმაცია ქონდათ. მართალია წერილობით არ ქონდათ, მაგრამ ეხლა თვითმხილველებს იქ ხო ევაც იყო, ევასწლოვანება არ არის ნათქვამი, მაგრამ რამდენიმე საუკუნე ისიც სიცოცხლებდა და ეს ინფორმაცია იყო ამ ხალხში. აქ საინტერესო პერსონაჟი არის ნოე. უკვე წარღუნაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. გაირყნა მთელი ეს ხალხი და ღმერთი ეუბნება თვითონ ნოეს რომ გადავწყვიტე, უნდა ყოველი ხორციელი მოვსპო. ამიტომ ააშენე კიდობანი 300 წყრთა სიგრძე, ეს დაახლოებით წყრთა არის ეს. მაშინ ალბათ უფრო დიდები იყვნენ ადამიანები და ჩავთვალოთ უფრო მეტი. 300 წყრთა დაახლოებით 150 მეტრია. 50 წყრთა სიგრძე და 30 წყრთა სიმაღლე, 15 მეტრი სადღაც სიმაღლე. მიაჩნიათ რომ დაახლოებით 100-120 წელი აშენებდა ამ კიდობანს. მაგრამ აქ საინტერესო დახასიათება იძლევა ბიბლიური თხრობა ნოესი. პირველი მართალი კაცი იყო, სამართლიანი, ანუ საპირისპირო ისეთებისა, რაც იყვნენ თავის ეპოქაში. მეორე უბიწოდ ცხოვრობდაო წერია, ანუ საპირწონე რაც იყო ხალხი გარშემო. და მესამე კიდე საინტერესო არის, რაც თორაში არ წერია, მაგრამ მათ გარდამოცემაშია და პეტრე მოციქული წერს ამის შესახებ მეორე წერილში, მეორე თავის მეხუთე მუხლში კერძოდ, რომ სიმართლის მქადაგებელი იყო ნოე. წარმოიდგინეთ, ახლა მარტო კი არ აშენებდა ამ კიდობანს, არამედ ეუბნებოდა ამ ხალხს, რომ უნდა მოვიდეს წვიმა და მიჩნეულია, რომ წვიმა მაშინ არ იყო ორთქლით ირწყება. ანუ წვიმა ისეთი მოვლენა იყო, რაღაცა ზებუნებრივსავით იყო და კრიტერიუმები რო წაუყენოთ ახლა ქადაგებების შედეგებზე, რამ ყველაზე წარუმატებელი ქადაგებელი გამოდის ნოე კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ არავინ არ მოინანია, მარტო მისი სამი შვილი, მათი სამი მეუღლე და მისი ნოეს მეუღლე შედიან ამ კიდობანში. ბოლოს ეუბნება ღმერთი, რომ ეხლა შედი უკვე კიდობანში, ყველაფერი სამზადისი გაამზადა და ცხოველებიც წყვილ-წყვილი შედიან, ესე წერია და საინტერესოა, რომ ცხოველები უფრო გონივრიულები აღმოჩნდნენო, ვიდრე ადამიანებიო და ცხოველები რო შედიან, ამის შემდეგ ერთი კვირა არ არის დაკეტილი კიდობნის კარი. ერთი კვირა ღიაა კიდე. კი, არავინ არ შედის ეს ერთი კვირაც. კონკრეტულად წერია ეს დაბადების შესაქმის წიგნის მე-6 მე-7 თავებში. ნოეს ისტორია იწყება მე-5 თავის ბოლოდან და მე-9 თავის ჩათვლით გვაქვს ეს თხრობა. არავინ არ შედის, ბოლოს ეუბნება ღმერთი, დალუქე, დაგმანი და მთელი წყლის წყაროები დედამიწის ქვევიდანაც იფეთქებს, წარღვნა არ იყო მხოლოდ წვიმით მოსული, მაგრამ ყველა ის წყაროები ამოხეთქაო ესე წერია და მე წვიმითაც მოვიდა და მოკლედ 15 წყრთით დაიფარაო ყველაზე მაღალი ადგილიც კი. 15 წყრთა რო გავყოთ, სადღაც 7 მეტრი გამოდის. ყველაფერი მოისპო ფრინველიც, იმიტომ რომ ვერ დაფრინდე ფეხს ვერ მოასვენებდა და მხოლოდ ის არსებები გადარჩნენ, ვინც შევიდა კიდობანში.
ეხლა როგორც ადამიანებმა ესე შევხედოთ, რომ უყურებდე ეს როგორ ხდება, ფილმები კი არის, მაგრამ ეხლა ეს რასელ კროუს მონაწილეობით გადაიღეს ბოლოს ნოეზე ფილმი. არ არის ეხლა ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით, მაგრამ იქ აი ეს წყალი როგორ მოდის და ეს მომენტი ჩანს და რამხელა წივილკივილი იქნებოდა ხალხში, ეს ხო არ იყო წამიერი პროცესი. მერე ერთი წელი იკლებს ეს წყალი, უცებ ვერა და მოკლედ. მარტო ამ ფრაგმენტს რო შეხედოთ, ჩანს ძალიან დიდი სისასტიკე. მარტო ამ ფრაგმენტს რო შეხედოთ, მაგრამ 120 წელი რო ნოე ქადაგებს, სასტიკები რო იყვნენ ერთმანეთის მიმართ. როგორც უნდათ ისე ცხოვრობდნენ, ანუ სასტიკები ნიშნავს, რომ ყველანაირ უფლებებს არ ღვევდნენ ვინ ვისაც მოერეოდა ერთმანეთს. ძალადობა იყო. ხო, დღეს ცოტა დახვეწილი ფორმითაა აი ყველაფერი. ხო, მე იმასაც ვარაუდობ, ხა ვერ ვიტყვი 100%, მაგრამ ეგ ცივილიზაცია არ იქნებოდა მაინც და მაინც პრიმიტიული ჩემი აზრით. მე მგონია, რომ ბევრი რამე წაილეკა და ჩვენამდე ვერ მოვიდა ამ სტიქიური. ნუ, ათეისტებისთვის ეს სტიქიური უბედურება შეიძლება იყოს. თეისტებისთვის საღვთო სასჯელი, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი და იგივე პროცესი ხდება. ამის შედეგად შეიძლება წაილეკა უდიდესი ცივილიზაცია, დიდი თუნდაც ტექნოლოგიური მიღწევებითაც ალბათ შესაძლოა, არ ვიცი. იმიტომ რომ არ მოვიდა ბევრი რაღაცა. ხო არის რაღაც ცივილიზაციებს იკვლევენ და ისეთ ნივთებს აღმოაჩენენ, რომ ნუ ლოგიკურად მაშინ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, როგორ? ნოემი იცხოვრა 950 წელი. წარღვნის მერე 359 წელი იცხოვრა კიდე. საინტერესოა, ხო? არის ვარაუდები, ვფიქრობ ჟანგბადი იყო, მაგრამ ჟანგბადი იყო უფრო სუფთა. მაგრამ აი მაგ დროს, როდესაც ტექსტი რას გვეუბნება, ტექსტში რას ვკითხულობთ, შესაქმის მე-6 თავში, ეუბნება ღმერთი, რომ რახან ესე უსამართლოდ ექცევიან ერთმანეთს ადამიანები და გარყვნილად ცხოვრობენ, 120-მდე დავწევო მის სიცოცხლის წლებსო და ეს უცებ კი არა, აი ამ სასჯელში ჩანს, რომ წყალობა აღემატება სასამართლოს. ნელ-ნელა იკლებს ეს წლებიც. აბრაამმა 175 იცხოვრა. ისააკმა 180. ანუ ნელ-ნელა იკლებს მერე. და აქაც მიზანს თავისას ღმერთი ასახელებს, რომ აღარ იყოს ეს უსამართლობა დიდხანს. წარღვნა ძალიან სასტიკი მოვლენაა ეხლა. წარმოიდგინეთ აი ხა რომ დაიწყოს თელ დედამიწაზე ცუნამის მსგავსი რაღაცა, რომელიც 1 წლის განმავლობაში დაფარავს დედამიწას 7 მეტრით ყველაზე მაღალ მწვერვალს. რომელია ყველაზე მაღალი? ჯომოლუნგმა, ხო? ევერესტი, იგივე, ხო? გეოგრაფია. ამიტომ აი ესეთი დამსჯელი ღმერთი არის ნოეს ისტორიაში. მეორე ისტორია, რაც აქ ჩანს, აბრაამს აირჩევს ღმერთი, მერე ქანაანს აჩვენებს დაბადების მე-15 თავში და ეუბნება, ჯერ შენი შთამომავლობა ეგვიპტეში წავა, მერე იქიდან გამოვლენ და 400 წლის მერე შევა აქ, იმიტომ რომ ამორეველთა ბოროტება ჯერ არ ავსილავ, ანუ ჯერ კიდე ვუთმენო მათ. 4 საუკუნე გადის და მერე ისრაელი გამოდის ეგვიპტიდან და იესო ნავისძის მეშვეობით შედის ამ ქანაანში და იქ ხდება ამ ხალხის გენოციდი. იქაც ფრაგმენტს თუ უყურებთ, გენოციდად წარმოგვიჩნდება, მაგრამ
ყოველთვის წინაპირობები ჩანს, რატო და რანაირად ხდება ეს ყველაფერი. თუმცა თვითონ კონკრეტული ფაქტის აღქმა ძალიან მძიმეა ისევ და ისევ, რა თქმა უნდა. აბრაამის ამ კონკრეტულ ისტორიებს ახლა ვერ მოყვები აბრაამის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენ თემასთან არ არის კავშირი, მაგრამ ერთი ორი ქალაქის ისტორია არის, რომელიც გაიგივებულია ხოლმე კონკრეტულ ცოდვასთან, სოდომო და გომორა, სოდომური ცოდვას და ეგრეც იყო, მაგრამ იქ ბევრი რაღაცა სხვაც ხდებოდა. გარდა იმ ამორალური წესისა, მან კიდე იყო რამდენიმე რამ, აი რაც მინდა წაგიკითხოთ. მაგაზე თქვა, რომ ეგრე აღარ მოხდებაო და ანუ გარანტია გვაქვს. აი ნახეთ. ეზეკიელ წინასწარმეტყველი ახასიათებს სოდომას და გომორას და მე როგორ დაისაჯა იმაზე ვილაპარაკოთ. აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომასი შენი დისა. სიამაყე, პურით სიმაძღრე, ღორმუცელობაა. სრული უქმატყოფნა, უსაქმურობა. მის ასულთ ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. ბიბლიური თხრობით აი ესეთი მდგომარეობა ყოველთვის იწვევს სექსუალურ აღველახსნილობას და პირიქით. რატომ არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი რაღაცა, როდესაც უსამართლობა ხდება საზოგადოებაში, აუცილებლად ისახება სხვა ცხოვრების წესზეც. აი ესეთი კანონზომიერება ჩანს. კი, ყველაფერში გამოიხატებოდა ეგ. სად ჩანს ეგ, როდესაც აბრაამთან მოდიან ეს სამი ანგელოზის სახით ღმერთი რო ეცხადება. ანდრეი რუბლიუსა აქვს ეს ხატი ზუსტად იმაზე აბრაამთან რო აბრაამის სიუჟეტიდან აქვს ეს იდეა, რომ ეს სამი ანგელოზის სახით ღმერთია, სამება და ეს ორი ანგელოზი მიდის რომ დასაჯოს სოდომა და გომორა. აბრაამი აქაც თხოვს, რომ იქნება 50 კაცი აღმოჩნდესო და კიო, არ დავსჯი. იქნება 45, იქნება 30, იქნება 20, 10-მდე რო ჩამოდის. 10-ს ეუბნება, რომ კიო. 10 კაციც არ აღმოჩნდა, ანუ სრულყოფილზე არ არის ლაპარაკი, ანუ. და იქ ცხოვრობს ამ დროს ლოტი აბრაამის ძმისშვილი, რომელიც მასთან ერთად წამოვიდა ქალდებელთა ურიდან. და ამ ლოტთან მიდიან ეს ორი ანგელოზი მამაკაცის სახით და როცა შედიან მიადგაო მთელი ქალაქი დიდიან პატარიანად ხაზგასმული. გამოიყვანეო ის კაცებიო, რომ რათა შევიცნოთ. ანუ ბოდიში ამ სიტყვისთვის, შეცნობა ნიშნავს სექსუალურ კავშირს. ეხლა წარმოიდგე იმ მთელი ქალაქი და ამ ორ კაცზე ძალადობას აპირებს და ეს ეუბნება სტუმრებიაო და აგერ ორი ქალიშვილი მყავსო, რომელსაც კაცი არ შეუცნიაო და მერე ამ დროს ეს ანგელოზები ზებუნებრივად გამოიწვიან ხელს და სიბრმავეს მოხფენენ ამ ხალხს და იქ წერია, რომ კანცი ამოხდათ, რომ კარს ეძებდნენ, ბრმებიც კი ეძებენ კარს, რომ გააღონ, იპოვონ ეს ხალხი და იძალადონ მათზე სექსუალურად. აი ესეთ საზოგადოებაზეა ლაპარაკი. ეხლა როცა ამოგლეჯავენ ხოლმე ჰუმანისტი მთხრობელები ამ სოდომა და გომორას ტექსტს, ხო ისე წარმოჩინდება, რომ თითქოს მოუნდა ღმერთს და ზევსივით გამოაქანა, რა ქვია ისა. არ არის ეგრე, ამ წინაპირობა ყოველთვის არსებობს. თუმცა ესეც ძნელია, იქ პატარა ჩვილებიც იყვნენ. ყველა განადგურდა აბსოლუტურად. აკუნის ბავშვიც კი. რატომ
მარადიულობის და საფრთხო პერსპექტივით იმ ბავშვსაც არ ქონდა შანსი, რომ უკეთესი გამხდარიყო და ფიზიკურად ანადგურებს უარესისგან იცავს. ესეთი ახსნა, მაგრამ არც ეგ არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. როცა დედას უყურებ, რომლის ბავშვიც ცეცხლით იბუგება, იმას ვერაფერს ვერ აუხსნა. ყველაფერი აბსოლუტურად. თუ დიდიან პატარიანად ინცესტი თავისთავად იყო და ამ ინცესტში კიდე იყო ყოველგვარი ფილია. აი, მერთმა გამოუყო ადამი და ევა და რომ გამრავდნენ. რომ გამრავდნენ, ხო, ინცესტი თავისუფლად იქნება. აი მე მიმსჯელოთ რომ დავამთავრებ და ცოტა 1-15 წუთიც ალბათ და 20. ამ რომელიღაც ახალი აღთქმის ტექსტებსაც მინდა შევეხო, რომ არ თქვათ, რომ ეს მხოლოდ ძველ აღთქმაში იყო და ასე. სოდომა და გომორაზე ვართ ხო დაუბრუნდით. მოკლედ ცეცხლით და გოგირდით გაანადგურებს ამ ქალაქს და გარშემო ქალაქებსაც. მერე ლოტი გამოქვაბულში ცხოვრობს. მის ქალიშვილებს გონიათ, რომ სხვა კაცი აღარ არსებობს დედამიწაზე. თვითონ ამბობენ, კაცი არ არისო, რომ შემოვიდესო ჩვენთან როგორც წესიაო და შვილი გვეყოლოსო. დაათრობს უფროსი მამას, დაწვება და ორსულდება. დაათრობს უმცროსი მამას, ისის დაწვება და ორსულდება და ამათგან წარმოიშვება მოაბი და ამონი, ესეთი ერი ორი, რომელიც მერე მთელი ცხოვრება ებრძვის ისრაელს. და ეფრემასური ამბობს მე-4 საუკუნის განმარტებელი, რომ მერე რომ შეიტყვესო, რომ არსებობს სხვა კაციც და იქამდეც გარდა მაგ აქტისაო მამასთან არ ქონიათო მათ ურთიერთობა. უბრალოდ გამრავლების კუთხით გააკეთესო და მთელი ცხოვრება ნანობდნენო მერე ამას. ესეთი გარდამოცემა არსებობს ებრაული და ეფრემასურმა იცოდა ეს კარგად. აი ეს ქალაქები ნადგურდება ესე, ყველგან სადაც კი სქესობრივი აღვირახსნილობა არის ბიბლიურ თხრობაში, სისასტიკეც ჩანს ადამიანების ერთმანეთის მიმართ. ისრაელის ცხოვრებაშიც ჩანს ეს მსაჯულთა პერიოდში. ერთ-ერთი ლევიტელის ხევალს მოექცევა მთელი ბენიამინის ტომი ესე და კინაღამ ამოწყვიტავენ იმ ტომს ამის გამო, იმიტომ რომ ბოდიში და სექსუალური ძალადობით შემოაკვდებათ ეს ქალი. თლიან ამ ტომს. აი სოდომელები ვით იქცევიან და იმდენად სასტიკი რამ იყო ეს, რომ მთელი ისრაელი დაირაზმება და ამ ბენიამინის ტომს ებრძვის და ამოხოცავენ, ცოტა სტოვებენ, რომ არ გადაგვარდეს სრულიად ეს ტომი. აი ესეთი სისასტიკეები ხდებოდა მაშინაც, ხო. სოდომა და გომორას განადგურების ესეთი სურათიც გვაქვს და ეხლა რაც შეეხება არ დამთავრებულა წარღვნის დროს დაღუპულ ხალხზე პეტრე მოციქული წერს ასევე თავის პირველ წერილში მესამე თავში. ქრისტე აღდგაო, როცა მოკვდა ჯვარზეო, ჩავიდა ჯოჯოხეთშიო, წავიდა სუსტი თარგმანით და უქადაგაო იქ საპყრობილეში მყოფ სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ ნოეს დროს. ანუ ამ ტექსტზე ხა ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ რაღაცა მითითება არის ახალ აღთქმის თხრობაში, რომ იმ ხალხსაც აქვს პერსპექტივა, რომ გადარჩენის. ესეთი ანუ ღმერთი რო სიყვარული ამ კუთხით შეგვიძლია დავინახოთ, რომ მაგრამ ღმერთი ასევე დამსჯელია. არ სჯის ღმერთი არავის, ეს რომანტიზმია უბრალოდ. მაშინ თვალი დახუჭო ყველაფერზე. ეგვიპტედან როცა გამოდის ისრაელი, იქ ყმების ჟლეტვა როცა ხდება
როცა არ უშვებს ეს ფარაონი ერთი სასჯელი, მეორე სასჯელი და ბოლო სასჯელი არის რომ თუ არ გაუშვებ, ყველა პირმშოს დავხოცავ. არ უშვებს და ფარაონის პირმშოც კვდება. პირმშოს იმ ძველ კულტურაში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ პირმშო არის მთავარი მემკვიდრე, პირმშო არის თავის დიდ ოჯახში ის ვინც მსხვერპლს შეწირავს ღმერთს. პირმშოს გარეშე არაფერი სერიოზული არ ხდება იმ საგვარეულოში. და პირმშოს ინსტიტუტზეა აგებული მთელი საზოგადოება მაშინ და ამ ყველას ამოხოცავს ახლა გაბოროტდება ეს ფარაონი, სასწაულებრივად იყოფა გზა, გამოდიან. ეხლა ისმის კითხვა, კაი, ფარაონმა შესწოდა, მაგრამ იმისმა პირმშომ რა დააშავა, ხო? აი ესეთი ტექსტები ძალიან უხერხული არის, ღარბივით არის და ერთადერთი ახსნაა რომ თქვა, რომ ამ მასშიც დაინახა ღმერთმა ეს პერსპექტივა. მაშინ ბოლომდე მივდივართ, რომ ადამიანის შექმნაში რო ხედავდა ამ საზარელ პერსპექტივებს, საერთოდ ღირდა რო შეექმნა. იმიტომ ვიძახი ბოლოს მეთქი, რომ შეიძლება რაღაც კითხვებზე გაგეცეთ პასუხი პროცესში და რო არ გავჩერდეთ. ამიტომ ერთადერთი კიდევ ესეთი პასუხი თავისუფალი არსების შექმნაში არსებობს ეს გვერდითი მოვლენა. სხვაგვარად თავისუფალი არსების შექმნა შეუძლებელია. მაშინ დიახ, არ გამოდის სხვანაირად, ანუ მთელი, ესე იგი, თავისუფლება ღირს ამ ყველაფრად და არ ვიცი, საბოლოოდ თუ აქვს პერსპექტივა, რომ ყველა ადამიანი აღდგეს და ცხონდეს, მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. ეხლა გავიდა ეს 400 წელი, ხო უთხრა ა ブラ ამს, რომ ჯერ აი ნელ-ნელა ეხლა ან ახალახთმაზე გადავალთ და ერთ-ორ მაგალითსაც და დავამთავრებ. გავიდა 400 წელი, გამოვიდა ეგვიპტიდან ისრაელი, ეხლა დეტალურად ამ ისტორიას ვერ გიყვებით, გადის 40 წელი უდაბნოში. 40 დღეში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ მათი ურჩობისა და სიჯიუტის გამო ერთ დღეს ერთ წლად გაუხდის და ის თაობა საერთოდ ვერ შედის. მარტო ორი ადამიანი შედის იქიდან. იესო ნავესწე და ქალები ესეთი პიროვნება, ორი პიროვნება, მოსეც კი ვერ შედის, იმიტომ რომ იქ ცუდად გამოავლენს თავის მრისხანებას და არ შეუშვებს ღმერთი აღთქმულ მიწაში. თუმცა დაანახვებს, რომ აქ უნდა შევიდეს. ესე იგი, იქ მინიმუმ 7 ერი არის ჩამოთვლილი თავის ტომებით და იმით, რომელთა ამოჟლეტვა მიმდინარეობს ნელ-ნელა. ეუბნება, რომ მიდი ეომე, მიდი ამოხოცე. ხანდახან ეუბნება, რომ ბავშვებიც კი არ დატოვო, ხანდახან ასე. მაგრამ 4 საუკუნე გადის. ეხლა ფრაგმენტულად რო ხედავთ ნებისმიერ ომს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი რა დააშავა. მარტო ამ კატეგორიებში ალბათ ვერ ვიმსჯელებთ. პირველ მსოფლიო ომში რამდენი მილიონი დაიხარჯა და მილიარდი დაიხარჯა და რამდენი მილიონი ადამიანი მოკვდა. მეორე მსოფლიო ომში 2000 მილიარდამდე არის ხარჯი. არ ვიცი ეს ტრილიონებში რამდენია, მაგრამ ანუ მარტო სამხედრო ხარჯზეა ლაპარაკი. ადამიანური რესურსი 50 მილიონზე და ზოგი 70-საც ვარაუდობს. ყველაზე მეტი საბჭოთა კავშირიდან დაიხოცა 30 მილიონამდე, 20 ამბობდნენ ოფიციალურად, მაგრამ რამდენი ბავშვი, რამდენი ის ხო. ეხაც ხო რუსეთ-უკრაინის ომი არის. 500 მილიარდი არის უკვე დახარჯული ორივე მხრიდან ერთად. რამდენი დაიხარჯება კიდე კაცმა არ იცის. მე-20 საუკუნე ავიღოთ ყველაზე პროგრესულად რო ითვლებოდა ჰუმანური. აი ამდენი მილიარდები რო უბრალოდ სოციალურ ადამიანების გაუმჯობესებაზე რო დახარჯული. არა.
პროგრესული ხალხი მაინც იერარქში იდება და ატომში და მე არ მჯერა რომ სამყარო უკეთესი გახდა, ეს არის უბრალოდ ტყუილი. ხო, უფრო დახვეწილი იხვეწება, მაგრამ შედეგი ერთია, სიკვდილი. ზაღალი რობოტი რომ მოვა თავისი ბომბიდე შემოვარდება და აფეთქებს. რამდენიმე ტექსტი ახალი აღთქმიდან 10 წუთში დავამთავრე, ვიცი რომ გადაიღალეთ, გადაიტვირთეთ. ესეთი ისიც იყო მეორე საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვით არსებობდა ბატონი მარკიონე, რომელიც ადრე ქრისტიანი იყო და მერე თქვა რომ ძველი აღთქმის ღმერთი სხვა არისო და ახალი აღთქმის ღმერთი სხვა არისო, იმიტომ რომ ვერ დაიტია ეს ყველაფერი და საკუთარმა მამამ გარიცხა ეპისკოპოსობიდან. მსახური იყო, არ მახსოვს ზუსტად ეპისკოპოსი იყო თუ არა, მაგრამ მოკლედ გადააყენა საკუთარმა მამამ მარკიონე. რომელიც მიიჩნევდა რომ ძველი აღთქმის ღმერთი ძალიან მრისხანე და მაგრამ ახალ აღთქმაშიც როცა ისეთ ტექსტებს ხედავდა სადაც ღმერთის ჯის ამბობდა რომ ეს არ არის ღმერთის მიერ მოვლენილი ტექსტი, ეს არის ეშმაკის მიერ შემოტენილი ტექსტები. ბოდიში ამ სიტყვისთვის. ახლაც არიან ასეთი მქადაგებლები. ერთ-ერთთან დისკუსია შემომთავაზეს და იმდენს აქვს ნასაუბრები, რომ მეთქი რა აზრი აქვს ახლა იმ ხელა ავტორიტეტულ თეოლოგებს აქვს ნასაუბრები, რომ ახლა მე რო ველაპარაკო რა აზრი აქვს მეთქი. ანანია და საფირას ისტორია არის საქმე მოციქულთაში მეხუთე თავში, ძალიან ასეთი მძაფრი სიუჟეტი, რო ვთქვათ და გამოკვეთილი და უნდა განვიხილოთ ეს ტექსტი. ანანია არის კაცი, საფირა არის მეუღლე, ესენი პირველ ქრისტიანების ეპოქაში არიან, აი როდესაც ათასობით კაცმა მოინანია და იქ წერია რომ მოციქულების მეშვეობით მრავალი სასწაული ხდებოდა, პეტრეს ჩრდილიც კი კურნავს ხალხს, აი ესეთი კონტექსტია. და ბევრი მორწმუნე ყიდის თავის მიწაწყალს, იუდეველებზეა ლაპარაკი. მოაქვთ მთელი საფასური და ცხოვრობენ და ეს არ იყოს სწორი, გეტყვით რატომ. მერე პავლე მოციქულს უწევს მათთვის შემოწირულობების შეგროვება წარმართებიდან მოქცეულ ქრისტიანებთან, იმიტომ რომ მიწაწყალი გაყიდული აქვს, ვეღარც ამუშავებენ, შემოსავალი არ აქვთ, ანუ ძალიან ფანატური ნაბიჯი იყო ეს. მოციქულები ამას არ აიძულებდნენ არავის, ეს ნებაყოფილობით იყო, მაგრამ ანანია და საფირა აკეთებენ ესეთ რაღაცას. გაყიდიან თავის ამ მიწის ნაკვეთს და შეთანხმდებიან, რომ მოდი ამდენად გავყიდეთ, თქვათ, ამდენი დავდოთ სახში. ანანია მოდის სიზამს და მოიტანს ამ თანხას და პეტრე ეუბნება, ღმერთი გაუცხადებს პეტრეს. რატომ ამდენად და ამდენად და რატომ შეთანხმდითო, რომ მოგეტყუებინათო ღმერთიო და აი ახლა გაგიტანენ მკვდარს, დაეცემა და მოკვდება ანანია იქ ადგილზე. ახლა როგორია ამას რო ხედავდე? ეკლესიაში მოდის ვიღაც კაცი, მოაქვს შემოწირულობა, იტყუება რომ ამდენად გავყიდე მამაო ნაკვეთი და ან პასტორო რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ეკლესიაში ეს ხარ იმ კონტექსტში ავიღოთ. ამდენად გავყიდე ეს და ნახევარი მოტეხილი აქვს პრინციპში. და ბრახ და შენი სიტყვის მერე კვდება ეს კაცი. გაიტანეს დამარხეს. ცოტა ხნის მერე მოვიდა საფირა მეუღლე. ამდენად და ამდენად გაყიდეთო ნაკვეთიო. კიო. რატო შეითქვითო რომ გამოგეცოდათო ღმერთი და ღვთისმსულიო. აი ხლა შენი ქმრის დამარხველთა ფეხი აგერ მოდისო, მოდიანო და შენს გაგიტანენო. ბრახ ეს საფირა. ვინ მოკლა ეს ანანია და საფირა? ღმერთმა. ბევრს არ უნდა ამის. ბევრი ესე ამბობს, პეტრემ არასწორად გამოიყენა მისი ძალაუფლება. კაი, ძალაუფლება ვინ მისცა და ვინ მოქმედებს, ანუ ეს ძალიან უსუსური არგუმენტია, რომ ანუ აი ესეთ ძალიან მკაცრ ტექსტს ხედავთ ჩვენ.
მაგრამ აქ პრინციპი მუშაობს, რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებას პრინციპი მუშაობს. ისეთი გამოვლინებები და ისეთი სიდიადე ხდება, რომ ხა დღევანდელ დღეს ამ სტანდარტით რომ მოხდეს წყალობა აღემატება სასამართლოს, როგორც მიეცა ადამიანს, ისე მოეთხოვება, მაგრამ ურთულესი ტექსტი არის. სად წავიდნენ ანანია და საფირა ჯოჯოხეთში, არ არის ეგ ნათქვამი. ეგ არის, ფიქრობ, დროებითი პედაგოგიური სასჯელია ჩემი აზრით. ხო, ან დიდაქტიკური, კი ბატონო. ეს ერთი, ეხა პავლე მოციქულის ტექსტებში ვხედავთ საინტერესო რაღაცას. კორინთოს ეკლესიაში პირველ წელში წერს პავლე, მეხუთე თავში არის ერთი კაცი, ვისაც დედინაცვალი ყავს ცოლად. თან ისტორიულად ვიცით, რომ ეს კაცი მსახური იყო, უბრალოდ წევრი არ იყო ეკლესიის, თუნდაც უბრალოდ ყოფილიყო და შეაგონებენ, ამხელენ თუ რაღაცა. და ეს კაცი არ ინანიებს და მე პავლე ამბობს, რომ ეს კაციო გადავეციო სატანას, რაც ამ მისი სხეული დაითრგუნოსო, რომ სული გადარჩესო. ნახეთ, რატო ვამბობ მე ანანია და საფირას შემთხვევაშიც, რომ თერაპიული არის ეს, ვიდრე ჯოჯოხეთში გამშვები რაღაცა, ჩემი აზრით, ხო? სატანას გადაცემა რას ნიშნავდა? მეორე ტექსტიც გვაქვს. ეგ პირველ კორინთელთა მეხუთე თავში წერია, რაც თქვი. მეორე ტექსტი გვაქვს, ტიმოთეს წერს პავლე მოციქული, რომ ჰიმენევსი და ალექსანდრე სატანას გადავეციო. რათა ისწავლონო ჭკუაო. ტიმოთეს მეორე პირველ ეპისტოლეში წერია ეს. პეტრე წერს მე, რომ დროა დაიწყოს ღვთის სამსჯავრო ღვთის სახლიდან, ანუ ეკლესიიდან. რა მომენტი არის აქ, რომ სატანას გადაცემას ჰქონდა მიზანი, ფიზიკური რაღაც სნეულება იშვებოდა, ტანჯვა იშვებოდა, ანუ ეძლეოდა ღმერთთან შეთანხმებით სატანას უფლება, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები დაეტანჯა რაღაცნაირი გამოვლინებით. ან ავადმყოფობით ვლინდებოდა ეს, ან სხვა დათრგუნებით. ხო, იმისთვის რომ გონს მოსულიყო და კორინთოში როგორც ჩანს ეს კაცი გონს მოეგო და მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ პავლე წერს, რომ ეხლაო მიიღეთო ისევო, რომ დიდმა ნაღველმაო არ შთანთქასო. რადგან ანუ მოინანია ეთყობა იმ კაცმა. აი ესეთ, ასე ვთქვათ, დიდაქტიკურ თუ პედაგოგიურ თუ საღმსდელო უსასტიკეს ტექსტებს ხედავთ, მაგრამ აი ესეთი პერსპექტივა, რომ ეს მარტო ძველახთმაში ხდებოდა და ახლა არ ხდება, ეს არის ზღაპარი, ხდება. გამოცხადების წიგნში აი 2 წუთიც და დავამთავრებ. ეკლესიების 7 ეკლესია იქ გეოგრაფიულად არსებობდა ეს ეკლესია, მაგრამ მისტიურადაც ეს 7 ეკლესია მომავალშიც 7 სისრულის ნიშანია და ყველა ეკლესიას ეხება. და მან ამხელს ყველა ეკლესიას და რაშიც საქებარია, იმასაც აქებს, აი ჩამოვთვლი უბრალოდ და დავამთავროთ. ეფესელთა ეკლესია მიატოვა პირველი სიყვარული. ამიტომ დაუბრუნდიო, თორე გადავწევ შენ სასანთლეს. სასანთლე თვითონ ეკლესიის სიმბოლოა. გამოცხადების წიგნშივე და რას ნიშნავს სასანთლის გადაწევა? გავაუქმებ შენს ეკლესიობას. ამას ეუბნება ფაქტიურად. მაგრამ აძლევს დროს, რომ მეორე სმირნის ეკლესიაში გასაჭირი და სიღატაკეა აქ. არა აქვს სულიერი პრობლემა, მაგრამ ძალიან დიდ გაჭირებაში არიან ამხნევებს. პერგამოს ეკლესიას ეუბნება, რომ თქვენო ნიკოლაელთა და ბალაამის მოძღვრება გაქვთ, ეს ცრუმასწავლებლები იყვნენ ისტორიულად და ნიკოლაელთა მოძღვრება რაში მდგომარეობდა. ეს სხეული მატერია ბოროტებაა, ამიტომ როგორც გინდა იცხოვრე, არა აქვს მნიშვნელობა. თავარია სული გადარჩება და ამორალურად ცხოვრობდნენ ქრისტიანებზეა საუბარი. სარდეს ეკლესია, თიატერის ეკლესია, იზაბელი არისო, მკვდარი ხარო შენო. ნეტავ
ლაოდიკიის ეკლესიას ეუბნებიან, ნეტავ ცივი ან ცხელი იყო, ან ცივიო და რაც რახალ ნელთბილი ხარო, ამოგამთხევ ჩემი პირიდან. და საბოლოო ჯამში გამოცხადების წიგნში ვხედავთ, როდესაც ღმერთი მთლიანად აპირებს სამყაროს განკითხვას, მაგრამ ერთი ძალიან გამამხნევებელი რაღაც ჩანს. მე-14 თავში გამოცხადების წიგნში ძალიან საგულისხმო ტექსტი არის, ალეგორიულად განიხილე გინდა და პირდაპირ მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ამ სასჯელებს მოავლენს დედამიწაზე, ვიხილეო ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარებაო. და დიდი ხმით ყველას გასაგონად ყვიროდა, რომ მოინანიეთ თაყვანიეთ ის ღმერთს. ანუ იმის წინაც კი წარმოგიდგენიათ ახლა, რომ შანსი ეძლევა ახლა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მიაღწიოს ადამიანებამდე ამ ინფორმაციას, რომ მაშინ რა აზრი აქვს იმ ანგელოზი რო ყვირის, ხო? გინდა ალეგორიით განმარტე, გინდა ისე. მაგრამ არავინ არ ინანიებს მანდაც ჩანს, საერთოდ. და მერე 7 სასჯელი მოდის. და მერე წერია, რომ ადამიანებმაო სინანული კი არ გამოიჩინესო, არამედ გმობა დაიწყესო ღმერთის. რატო რისთვის როგორ ამაზე ახლა მსჯელობა ძალიან რთულია, მაგრამ ყველგან სანამ სასჯელია ჩანს დიდი ასე ვთქვათ ფორა, რომ კი იქაც კი და ახლა აქ კითხვა ისმის, ესეთი ხმარო ისმის, ანგელოზი ესე გამოკვეთილად, ეს ხო ადამიანების დასანახად ხდება. აი რას ფიქრობს ის ხალხი მაგ დროს? ალბათ რაღაცა ქრისტიანებმა სპეცეფექტები ხო არ გააკეთეს, რომ ტექნოლოგიებს ხო არ დააბრალებდნენ მაშინ, რომ ეს იმ დონეზე არ ვიცი, ჩემი ვარაუდია, მაგრამ ან ეხლა ყველაზე პირად არ მახსოვს, მაგრამ ყოველ სასჯელს რო გადმოღურის, იქ წყულები უჩდებათ, გარკვეული დაავადებები და ტანჯვის მომენტები არის ყველგან. ყველა სასჯელს აქვს კონკრეტული შედეგები, ხო. 7-იც ეხლა იქ სიმბოლურად 7 სრულის ნიშანია, რომ სასჯელის სისრულე მოვა. ეხლა დეტალურად ვერ ვილაპარაკებ მაგაზე. აი ესეთი შეჯამება რომ მოახდინოთ, არის თუ არა ჰუმანური ღმერთი. არ არის მარტინ ლუთერის ციტატა ვთქვი ადრე, მაგრამ იმით დავამთავრებ. ღმერთი არის ღმერთი. იყო მე-16 საუკუნეში ერაზმ როტერდამელი დიდი ჰუმანისტი, მეცნიერი, რომელიც ხელნაწერებზე მუშაობდა, უაღრესად განათლებული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მე-16 საუკუნეში. ერთხელ რომელიღაც ევროპის, მე მგონი ბრიტანეთში იყო ჩასული და რაღაც კონფერენცია ჰქონდათ და ეძებენ სად არის კაცო ეს ერაზმი. შეიძლება ქვეყანაში შევწდე არ მახსოვს, მაგრამ ბოლოს ერთი ვინც ახლოს იყო, სად იქნებაო ეხა ბიბლიოთეკაში იქნებაო, წავიდნენ და უყურებს ხელნაწერებს ეძებს და მაიცაო რა თქვენ ლაყაფის მოსმენას კაცო აქ. ისეთი წიგნები არის აქ. ლუთერთან ქონდა მიმოწერა. მარტინ ლუთერთან რეფორმატორთან და ლუთერს წერს, რომ დაანებე ღმერთსო იყოსო კეთილიო და ლუთერმა მიწერა, რომ დაანებე ღმერთს იყოს ღმერთიო. ანუ ისეთი მომენტია, რომ სახთო პერსპექტივით მაინც ვერ დავინახავთ ჩვენ ბოლომდე ყველაფერს. და მე ღმერთის ადვოკატობას ვერ გავწევ, არც სჭირდება ალბათ ჩემგან. მაგრამ აი ესე არის წარმოჩენილი სამყაროში მეტაფიზიკური ბოროტება, მორალური ბოროტება და სტიქიური უბედურებები და ყველა გამოვლინება ამ ბოროტების ხანდახან როგორც შედეგი ცოდვის, ხანდახან როგორც გამოსასწორებელი რამ და საერთო ჯამში ჩვენთვის უბრალოდ ფრაგმენტულად რთულია დავინახოთ აქ ღმერთი როგორც სიყვარული. მაგრამ ღმერთი ნამდვილად არ არის ჰუმანური, ღმერთი არის ღმერთი და ამით დავამთავრებ. მადლობა. ხო, მოგესალმებით. ნანა ბერაია. შეკითხვა მაქვს
აი ვთქვით რომ ქრისტიანობაში ღმერთის ჯის და არსებობს სასჯელი. და შეკითხვა არის ესეთი რომ სასჯელი არის თუ არა სამართლიანი ღმერთის. ერთი ეს შეკითხვა და მეორე კიდევ არ ვიცი მე ძალიან ღრმად არ ვიცი ბიბლია, არა მაგის კიდევ გააზრებული კარგად. თუმცა ყოველთვის მჯეროდა რომ ღმერთი იყო სამართლიანი და ღმერთი იყო ჰუმანური. ამას აღიარებ. ალბათ იმიტომაც ვარ აქ რომ უფრო მეტად გავიკო ბიბლიის შესახებ. და მაინტერესებდა ესეთი რაღაცა რომ აი ყოველთვის მქონდა ესეთი რომ თითქოს და ახალი აღქმა განსხვავდება ძველი აღქმისგან, იქიდან რომ ქრისტე მოევლინა ქვეყნიერებას და ანუ ქრისტიანისთვის რასაც ქვია აი role model, რასაც ეძახიან ხო ინგლისურად, ანუ ვისაც უნდა მივბაწოთ, არის ქრისტე და ქრისტეს ცხოვრება. და ქრისტე ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვირო. და სად არის აქ სასჯელი? რომ მივაბად, ანუ თუნდაც პირველთან. მადლობა. კი, ეხლავე. პირველი არის თუ არა სამართლიანი სასჯელი, მეორე როგორ თავსდება ეს ლოყასთან მიშვერაზე. ანუ ქრისტე, ანუ მომყავს ის რომ ქრისტე არის თვითონ ჰუმანური, ანუ ვფიქრობ რომ თვითონ ეს განცხადებაც არის საკმაოდ ჰუმანური განცხადება და თვითონ ქრისტე ღმერთი იყო ჰუმანური, ჩემი აზრით. და მაშინ რატო გამოდის რომ ღმერთი არ არის ჰუმანური და ქრისტე არის ჰუმანური? შვიდივე ეკლესიის მხილება, რომელიც ჩამორთვალი და სასჯელი პირადად ქრისტე ეუბნება, რო იცოდეთ. პეტრე, როდესაც კლავს ანანიას და საფირას, ღმერთი, ანუ ქრისტეს ეკლესიაში ხდება ეს ყველაფერი. სატანაზე გადაცემაც ქრისტეს ეკლესიაში ხდება და გამოსწორების მიზნით. რაც შეეხება სამართლიანი არის თუ არა სასჯელი, ბიბლიურ თხრობაში ჩანს, რომ არის სამართლიანი. ოღონდ მაინც წყალობა აღემატება სასამართლოს. უფრო მეტს უთმენს ღმერთი ადამიანს, ვიდრე ადამიანი მოუთმენს ადამიანს. 4 საუკუნე მოუთმევთ ვინმე სისასტიკეს, რო გქონდეთ ამის შესაძლებლობა. მე პირადად ვერ მოუთმევ. საუკუნეები და ეპოქები უთმენს ადამიანი. ერს პირადად ადამიანებს და ჩვენ ამას უბრალოდ ფრაგმენტულად ვერ ვხედავთ, ფრაგმენტულად ვხედავთ მარტო კონკრეტულ სასჯელს და ამიტომ ვფიქრობთ რომ მაგრამ ზოგადად სასჯელი რო არსებობს ახლა პეტრემ რო თქვა სიტყვა და მოკვდა ანანია და საფირა, რანაირად არის ეს ჰუმანური საქციელია, გეკითხებით, გიბრუნებთ კითხვას. არის ეს ჰუმანური საქციელი, რომ არ არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთი ზე ჰუმანურია. არ ექცევა ამ კატეგორიებში. ჩვენ რო გვინდა იმ კატეგორიებში ვერ ვაქცევთ. როცა ვამბობთ ღმერთი სიყვარულია, როგორ განვიხილავთ ჩვენ? აი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენა, როცა ბიჭს გოგო უყვარს, ყვავილები მიუტანა და არ არის ესე, ანუ ვინც უყვარს იმას ჯის, რას ნიშნავს მაშინ? წვრთნის. ანუ ღმერთის სიყვარულს რა დანიშნულება აქვს, რომ მარადიულობასთან